ვეფხისტყაოსნის ეპოქა. ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი. მე შევეცდები ორი სიტყვა ვთქვა, თუ როგორ ხედავ რუსთაველის მნიშვნელობას დღეს, ახალ სამყაროში, ახალ დროში, 21 საუკუნეში, ახალ ტექნოლოგიებში, Facebook-ის ეპოქაში, ელექტრონული წერილების ეპოქაში, ტელეფონომანიისა და ტელევიზიის გამარჯვების ეპოქაში, რა ადგილი შეიძლება ეკავოს შოთა რუსთაველს, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის და რა მომავალი აქვს მას. რაგით უცნაური იყოს წასულ საუკუნეებში რუსთაველის არ გასვლა მსოფლიოში სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე დარჩება მუდმივად, იმიტომ უნდა ვთქვა, რომ ფილოლოგიის დარგში თუ კი ვინმე ძალიან სერიოზული წარმოადგენელი ყოლია მსოფლიოს ბოლო ხანებში, შეუმჩნეველი რუსთაველი არცეც არ დარჩა. მაგრამ ეს არის სულ სხვა სფერო, ესე ვიწრო სფერო არის და იმ სიმაღლეს რუსთაველმა არ მიაღწია, რომელიც ჩვენ გვინდა ქართველებს და არც მიაღწევს ის ამ ადგილს მსოფლიოში მანამ, სანამ არ დაიმკვიდრებს თავის საკუთარ ადგილს ჩვენს ქვეყანაში. მე არასოდეს არ დამევიწყდება, რომ აქ ამ შენობაში, როცა მიმდინარეობდა გადაცემათა ციკლი 10 საუკეთესო, BBC-ს გავლენით იყო შექმნილი და ეს პროექტი ავლენდა საუკეთესო ქართველებს, რუსთაველს არა მარტო მეფეებმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა გაასწრეს, არამედ ერთმა პოეტმაც გაასწრო და სულ ერთია ვინ იქნებოდა ეს პოეტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაჟა-ფშაველა იყო, მაგრამ სულ ეს ნიშნავს, რომ საქართველოში რუსთაველი ჯერ კიდევ არ იციან რა არის, იმიტომ რომ რუსთაველსა და ვაჟა-ფშაველას შორის არის საუკუნეების გარდა არის უფსკრული სიმაღლეში. იმიტომ რომ თუ ვინმეს ეს არ ესმის, რა დიდია რუსთაველი, რომ სხვა გენიოსები მასზე ბევრად ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ მას არ ესმის საქართველო და არ ესმის საერთოდ ვინ ვარ ჩვენ როგორ ცხოვრობთ. ახლა რა დანიშნულება ჰქონდა რუსთაველს, მე არ ვიცი თვითონ რატომ წერდა და როგორ აკეთებდა, მაგრამ რა გამოუვიდა ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. რა არის რუსთაველის დამსახურება? რატომ არის რომ საქართველოში ყველა მნიშვნელოვან ქუჩას ქვია ან რუსთაველის ქუჩა, ან კოსტავას ქუჩა. კოსტავას ქუჩა ქვია, იმიტომ რომ ლენინის ქუჩას გადაერქვა ეს სახელი და ლენინის ქუჩა კიდე საბჭოთა კავშირმა იზრუნა, რომ კარგ ადგილებში ყოფილიყო. ამიტომ მოულოდნელად ეს ორი კაცი სხვადასხვა გაქანებისა და სხვადასხვა სიდიდი შეხვდა ერთმანეთს, მაგრამ რუსთაველი ტყუილად არ არის, ასე ვთქვათ, მთავარი ჩვენი პროსპექტი და მთავარი ჩვენი სიტყვა. დამსახურება მისი აღმოჩნდა ის, რომ მან შექმნა ეს ნაცია, რომელსაც იმ მომენტისთვის საკმაოდ ვრცელი და ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. იმ მომენტისთვის სულ ცოტა 40 საუკუნის მაინც იყო ქართული ენა, თუ მეტის არა, მაგრამ რუსთაველმა რაც გააკეთა, ეს არის, რომ მან თავისი საკუთარი ენა, რომელიც არის პოეტის ენა, აქცია საქართველოს მოქალაქეების ენად. ანუ ქართული ენა არ არის ამ ენის ბუნებრივი განვითარების პროდუქტი. მასში არის ხელოვნება ჩადებული და ამ ხელოვნებას ქვია რუსთაველი. პირველი დამსახურება არის ის, რომ მან აამეტყველა იმ ენაზე ხალხი, რა ენაზე თვითონ მეტყველებდა. ეს არ არის მისი, ასე ვთქვათ, ის დიალექტი, რომელშიც ის ცხოვრობდა, არა, ეს მისი ხელოვნური ენა, მან მოიფიქრა ეს ენა, მან დაწერა მისი ახალი კანონები, ისე როგორც არსებობს ჰომეროსის ენა, არსებობს ვაჟა-ფშაველას ენა, რომელიც არ სხვა ჩვენი ზოგიერთ დიალექტი გონია ფშაური, მაგრამ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ შეადაროთ. არსებობს დანტეს ენა, დღევანდელი იტალიური, რომელიც ზოგიერთ ტოსკანური დიალექტი გონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს პოეტების ენა, ისე როგორც არსებობდა ჰომეროსის ენა. პირველი რაც ქნა რუსთაველმა, ეს არის, რომ მან მხატვრულ ენაზე აამეტყველა მთელი მისი სამშობლო. მან დაწერა წიგნი, რომელიც იქცა ერთადერთ განათლების წყაროდ მისი ხალხისთვის საუკუნეების მანძილს. ისე როგორც ჰომეროსის ილიადა იყო მთავარი წიგნი ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ყველაფერი ბერძნულ სკოლაში, ისე ვეფხისტყაოსანი საუკუნეების მან და არა რომელიმე სხვა წიგნი. და ეს მინდა ყველამ კარგად იცოდეს და კარგად გაიაზროს, რასაც ვამბობ. არა სახარება, არა ბიბლია, არა ისტორია, არა ისტორიანი და აზმანი, არამედ სწორედ ვეფხისტყაოსანი იყო ის ერთადერთი და განმეორებელი წიგნი, რომელიც იყო ყველა ოჯახში. და სადაც არ იყო წიგნად, იქ იდო ტექსტად. და სადაც არ იდო ტექსტად, იქ იდო ციტატებად. და სადაც ციტატებადაც არ იდო, იქ იდო სახელებად. საქართველოს ოქროს ხანა.
პოლიტიკური და კულტურული რენესანსის ეპოქა. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. რუსთაველის როლი არის პირველი, მან შექმნა ენა, რომელზეც ლაპარაკობენ ქართველები, მეორე, მან შექმნა ქართველობა, როგორც ასეთი, იმიტომ რომ აზრი ხალხის ერთობას არის ის, რომ რაღაცა უნდა კონდეს საერთო. აბა ერთი შევხედოთ, რა გვაქვს ჩვენ საერთო. რელიგია? არა. ვიცი რომ არიან ადამიანები, რომელიც ამტკიცებენ, რომ მაჰმადიანი ქართველები არ არიან, მაგრამ მე ახლა ამ ბრიყულ აზრებთან არანაირი შეხება არ მინდა მქონდეს, იმიტომ ქართველები არიან მართლმორწმუნე ქრისტიანები, მათ შორის კათოლიკეებიც და თუ ვინმეს გონია რომ ეს ასე არ არის, მისი პრობლემა არის ნამდვილად აშკარად გონების პრობლემა. მაჰმადიანებიც ქართველები არიან ბუნებრივად და ის ქართველების დიდი უმრავლესობა, რომელიც თავს მართლმადიდებლად აცხადებს და სინამდვილეში პირწავარნი ათეისტი, ისინიც ქართველები არიან. და რა ერთიანებს ამ ხალხს? რწმენა? არა, აშკარად არა. ენა? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ქართველები, რომელთაც არიციან ქართული, ან რომელთაც ეს უცხო ენა, რომელიც ცუდად ფლობს ამ ენას. ანუ მე საერთოდ არ ლაპარაკობს ამ ენაზე, მაგრამ თუ ვინმე მეტყვის, რომ ჯონ მალხა შალიკაშვილი ქართველი არის, მე ძალიან მეწყინება და თუ ვინმე მეტყვის, რომ ამერიკული თვითმფრინავების ინდუსტრიის შემქმნელი ბატონი ქართველი შვილი, რომელსაც ქართული აღარ იცოდა, ქართველი არ იყო, არ მითხრას ეს სისულელე, არ ჯორჯ ბალანჩინზე მოვითმენთ ამას, იმიტომ რომ ვიცით ძალიან კარგად მათი შემოქმედება, მათი მისწრაფება, მათი სულიერება და სხვა. ხო, რა თქმა უნდა, ქართული დაავიწყდათ. ერთადერთი არის, რომ ხაჭაპური არ დაავიწყდა არავის, იმიტომ ეს ყველაზე ბოლოს ავიწყდებათ ხოლმე თურმე, როგორც მეცნიერებამ აღმოაჩინა. ამიტომ ვერც ენა ვერ ამთლიანებს საქართველოს. ის ენა, რომელიც რუსთაველმა დაგვიტოვა, ვერც სარწმუნოება, ვერც ენა. პოლიტიკა ხომ მით უმეტეს არაერთიანებს საქართველოს პარლამენტში. აი ახლა მაგალითად 9 მეტნაკლებად ნიშნულოვანი პარტიის წარმომადგენლის და უამრავი ჯერ არ დაბადებული პარტია კიდე იქ ალბათ წარმოდგენილია ვიღაცებს თავში შეიძლება კიდე ახალი პარტიის შექმნის იდეა აქვს და 9 მე დავითვალე და იქნებ რომელიმე დათვლით მეტიცა არ ვიცი ახლა მართალი გითხრათ. ანუ პოლიტიკას ვერ აერთიანებს. ისტორია? არა, იმიტომ რომ ამ ისტორიას ყველა სხვადასხვანაირად უყურებს. ჩვენ გვაერთიანებს ეს წიგნი. ვეფხისტყაოსანი, იმიტომ ესაა ჩვენი ღირებულებათა სისტემა და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფით, რა სწრაფვა გვექნებოდა ევროპისკენ, ეს წიგნი რო არ ქონოდა, თავარი ევროპული წიგნი საქართველოში, რომ არ ყოფილიყო რუსთაველი, ახალ დროში რო არ ყოფილიყო ბარათაშვილი, რა ევროპული სწრაფვა გვექნებოდა. მე ქართულ მწერლობაში კარგად ვიცნობ იმ ფრთას, რომელსაც ევროპისკენ გახედვა არ სურს. მე ასევე ვიცნობ იმ ფრთას, რომელსაც უნდოდა ჰაფიზის ვარდები ჩაეწყო სიული პრუდომის ლარნაკში ან ვაზაში, ცნობილი ქართული საკმაოდ უნაყოფო იდეა აღმოსავლეთის და დასავლეთის შერწყმისა მე-20 საუკუნეში, რომელიც დამთავრდა დასავლეთის მძაფრი გამარჯვებით. საქართველოში საუკუნეობით ამკვიდრებდნენ თარს და არ დამკვიდრდა. დასავლური გიტარა შემოვიდა და არსად არ წავიდა იმ წუთას, იმ დღესვე, იმიტომ რომ ჩვენ დასავლური ღირებულებები, განსაზღვრა ჩვენი მიმართულება, დასავლეთისგან განსაზღვრა ჩვენმა წინაპრებმა, ქრისტიანობა აირჩიეს და რუსთაველმა, როდესაც ქრისტიანობის ის ვერსია იქადაგა, რომელი ვერსიაც ყველაზე უფრო ახლოს იყო ანტიკურობასთან. რუსთაველი ეს არის ის საქართველო, რომელიც აცხადებს თავის თავს ერთდროულად ანტიკურობისა და ქრისტიანობის მემკვიდრედ. ერთდროულად ასეთ მოძღვრებას ერქვა ნეოპლატონიზმი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ქართველებს რაღაცა წვლილი შეიძლება ამაში გქონდეს, მაგრამ რომც არ გქონოდა წვლილი, რომ არ ყოფილიყო პეტრეიბელი, რომც არ დამტკიცდეს მისი უტყუარი კავშირი იმ პიროვნებასთან, ფსევდო დიონისე არეოპაგელთან, რომელიც არეოპაგიტიკის ავტორია და საიდანაც მე ხელახლა იბადება ეს ნეოპლატონიზმი. რუსთაველი რომ ნეოპლატონიკოსი არ იწვევს არანაირ ეჭვს, იმიტომ რომ რუსთაველი განსხვავებით ყველა ქართველი მწერლისგან, შეიძლება ბარათაშვილი აქაც გამონაკლისია, იყო უგანათლებულესი ავტორი, რომელმაც მრავალი უცხო ენა იცოდა და ეს სხვა შორის ძალიან კარგად ჩანს ვეფხისტყაოსნიდან. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს უცნაური კაცი იყო ყველანაირი თვალსაჩინო. ეს იყო წარმოუდგენელი გენიოსი, ვინაიდან იგი ერთდროულად არის ისეთი მსოფლიო ცოდნის პატრონი, რომელსაც ჩვენ არ ველოდით შუა საუკუნეებში, ამავდროულად იმდენი ენის მცოდნე, რომელსაც ჩვენ შუა საუკუნეებში კი საერთოდ არ ველოდებით ხოლმე მწერლისგან, იმიტომ რომ მწერალი იმდენად ღრმადაა შესული ქართულ ენაში, რა თქვენ იცით, რომ რუსთაველი ყველაზე
უფრო ღრმად შევიდა ქართულ ენაში და ამაში მას მხოლოდ გალაქტიონი თუ შეეჯიბრა თავისი ფანტასტიკური სახეებით, მესმის ამ გამძაფრების, წამწამების, კანკალით და ასეთი რამეებით. ესეც რუსთაველია. ესეც იმის მერეა დაწერილი, რაც ითქვა, რომ დანა დაიცა მოცარტ და დაეცა გასის დინარდა. ვინაიდან რუსთაველის მერე გახდა შესაძლებელი ქართულ ენაში ბგერწერა. არავის ეს მანამდე არ აინტერესებდა, არც მერე არ აინტერესებდა არავის გალაქტიონამდე. ვერავინ ვერ წერდა ბგერებით. ყველა წერდა სახეებით და ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში და ზოგიერთი სახეებსაც არ წერდა, ზოგიერთი პირდაპირ ტანო ტატანოს ამბობდა. მე პოეზია არ მგონია, მაგრამ რუსთაველის მერე ცოტა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ისიც რუსთაველის გავლენის ქვეშა. ანუ მე იმის მინდა რომ რუსთაველმა გვაჩუქა წიგნი, რომელიც არის ერთადერთი რამ, რომელიც აბსოლუტურად ყველა ქართველისთვის არის ძვირფასი. ოღონდ ყველა ქართველს ხანდახან გონია რომ წიგნი რუსთაველის კი არც ერთი არაა ძვირფასი და ახლა ამ თვალსაჩინო არ ვლაპარაკ. ყველა ქართველს ასე უნდა ეგონოს. თუ ის ქართველია, თუ ის ნამდვილია, თუ მას რაიმე უყვარს, მაშინ მას ვეფხისტყაოსანი უყვარს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორ გავაღმერთეთ ჩვენ თამარი მაგალითად. და იყო თუ არა ეს შესაძლებელი ისტორიკოსების ხელში რომ დაგჩენილიყავ. რა თქმა უნდა, არა. ისტორიკოსები პირუთვნელი ხალხია და გვეტყოდნენ აუცილებლად, რომ თამარის დროს წარმატებებთან ერთად წარუმატებლობებიც ბევრი ჰქონდა და პატიოსანი ისტორიკოსები თამარზე თავდასხმის მე საერთოდ არაფერს არ აკეთებდნენ, სულ გვიხსნიან, რომ ეს სულაც არ იყო დიდი და ასე შემდეგ. მაგრამ მას შემდეგ რაც დაწერილია ვეფხისტყაოსანი, ისტორიული თამარი აღარაა საინტერესო. საინტერესო არის თამარი, რომელმაც ერთდროულად პრიზმაში, პოეტურ პრიზმაში გარდატეხისგან ერთდროულად რამდენიმე სახე მოგცა. სულ ცოტა ორი, სულ ბევრი მეტი. აღარ მინდა გავყვი ახლა, ვინაიდან გახსოვთ თქვენ, რომ შესანიშნავია ქართველმა მწერალმა ერთხელ, ასე ვთქვათ, რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ისეთი პერსონაჟი დაიცვა, რომელსაც თავს ესხმიან ხოლმე როგორც გარყვნილ ქალს და ასე შემდეგ. ხოლო ისე დაიცვა, რომ აშკარად ჩანდა, რომ იქაც თამარს ხედავდა, თამარის ერთ-ერთ იპოსტას. ვინაიდან ნესტან დარეჯანი და თინათინი ასე არ გვანან ერთმანეთს, მაგრამ აბა როგორ ვთქვათ, რომ ერთი სახე არ არის, როდესაც ორი ქალბატონია, რომელიც ტახტზე უნდა ავიდეს, რომელიც ერთადერთი ასულია, მოკლედ თამართან მსგავსების მეც არაფერს არ ავლენ, თუმცა ხასიათში არის კოლოსალური განსხვავება. და აქ არის ვეფხისტყაოსნის ავტორის საიდუმლო, რომელიც გახსნა თავის ძველზე ილია ჭავჭავაძე, მას აქვს უნარი ერთი ხელის მოსმით, რაც ახასიათებს საერთოდ გენიოსებს, მინიმალისტურად დახატოს პორტრეტი. თვითონ სათაურიც კი, რომლის მაგვარი არაფერი არასოდეს არ ყოფილა, ითხოვს ძალიან სპეციფიკურ დაფიქრებას, რომ ჩვენ ამის პატრონები ვართ. ხო, მაგის მერე ისე დაიწერა ძველებული სათაურები. სათაური უნდა იყოს ნორმალური სათაური, ჩვეულებრივი არის ასეთი, მაგალითად, რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა. გასაგებია. ხო, არიან გამონაკლისები, რომლებიც წერენ ასეთ ლეილი და მეჯნუნი და სხვა და სხვა. ხოსროვი და შირინი და სხვა სათაურები სულ ასეთი არის, კაცი და ქალი, ქალი და კაცი, ალი და ნინო. ბევრი სათაურია, რომელიც ზუსტად ამ სტრუქტურისა. მაგრამ სწორედ იმ ნაწარმოებში, რომელიც ახლა ხან ვახსენე, ნიზამი განჯელთან, რომელიც დიდი მასწავლებელი არის რუსთაველისა, რომელიც წინ უძღვის მას და ვეფხისტყაოსანში არის ლეილ მეჯნუნიანის ცოდნა, ბუნებრივია. სწორედ მაგ ნაწარმოებში ასეთი ადგილი, რომ მეჯნუნი დადის უკვე ვეღარ არის, ასე ვთქვათ, ვერ ფლობს, ვერ აკონტროლებს თავის თავს და პოულობს ქახალს, რომელზეც აწერია ლეილი და მეჯნუნი. და იმ ნაწილს აფუჭებს ხევს, რომელზეც აწერია მეჯნუნი და ტოვებს ლეილი და ტოვებს მარტო იმას, რაც წერია მეჯნუნი. იმიტომ რომ როცა ამბობ მეჯნუნს, თუ ის მართლა მეჯნუნია, მაშინ ლეილი იგულისხმება. არავითარი ლეილი და მეჯნუნი არ არსებობს, არსებობს მეჯნუნი და ლეილი შიგნითაა მოთავსებული. აი ეს სახე, როცა ვარაყი დაიხევა, ვეფხისტყაოსანმა ეს იდეა აქცია მეტაფორად. და მან ნაწარმოებს დაარქვა კაცი, რომელსაც ქალი აცვია. მან ნაწარმოებს დაარქვა ტარიელი, რომელსაც ნესტანი აცვია. იმიტომ რომ ნესტანი არის ვეფხი, მის გამოკოცნა მომინდა მიწას ცხიცხლამწველი და ეს ვეფხის სახეა, საერთოდ ვეფხი პირგამეხებული. საერთოდ მე, როდესაც ქართველი ქალი მომეწონება ყოველთვის უყურებ ხოლმე როგორი არის იგი მრისხანებისას, ვინაიდან ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი ვეფხისტყაოსნის გავლენით, რა თქმა უნდა იყოს მაშინ, როდესაც იგი მრისხანებს. და მართლაც ყველაზე კარგები ქართველი ქალები არიან
აი ესეთი წმინდა მლისხანების დროს, როდესაც ისინი როგორც დედები ან როგორც მეუღლები ან ხმას ამოიღებენ სოციალურ საკითხებზე, პირად საკითხებზე, მაგრამ ისინი განრისხდებიან იმ წუთას ის ელვა წამოვა იქიდან, რომელიც ჩვენ ვეფხისტყაოსანმა გვასწავლა. აი ტარიელმა მასში ვეფხი დაინახა, ლეოპარდი დაინახა, პანტერა დაინახა, ეს წინწკლოვანი რაღაცა და ეთყობა სახის ფერებზე დაპეპლავს, ასე ვთქვათ, რიცხანებზე, აი ეს სახე არის, ეთყობა ვეფხის სახე და იგი არის ვეფხი და თვითონ ტარიელს აცვია ვეფხის ტყავი, ანუ ნესტანის სახე მასთან ერთად, ამიტომ ვეფხისტყაოსანი არის ორი პერსონაჟი, რომელიც ერთია. იმიტომ რომ ტარიელს რო იტყვი ნესტანის ხსენება საჭირო არ არის. ტარიელი ნიშნავს ნესტანობას, ოღონდ ნესტანი შიგნით კი არა მარტო, ნესტანი გარეთაცა. ნესტანი მას აცვია. ყველა ქართველი კაცი დიდია იმდენად, რამდენად დიდია ის ქალი, რომელიც მის უკან დგას. და ეს ვეფხისტყაოსნის მერე მოხდა ასე. მე არ ვიცი მანამდე რა იყო და როგორ იყო. ახლა ვიცი. თქვენ მეტყვით რომ აი ძალიან სერიოზული კაცია, დიდი პოლიტიკოსია, მე იმწურად გითხავთ, ვინ არის მისი მეუღლე? ვინ არის ის ქალი, ვინც ამ კაცს აკეთებს? იმიტომ რომ ქართველებმა ისეთი სახე შევქმნით თამარის სახით და ისე გარდავქმნით ეს პოეზიაში ვეფხისტყაოსნის სახით, რომ აბსოლუტურად უტყუარი აზრი არის, რომ ყველა დიდი ქართველი კაცის უკან უნდა იდგეს დიდი ქართველი ქალი. ქართველებმა ისეთი სახე შევქმნით თამარის სახით და ისე გარდავქმნით ეს პოეზიაში ვეფხისტყაოსნის სახით, რომ აბსოლუტურად უტყუარი აზრი არის, რომ ყველა დიდი ქართველი კაცის უკან უნდა იდგეს დიდი ქართველი ქალი. თამარის მერე თუ მისსავე ქალიშვილს არ გავიხსენებთ რუსუდანს, მერე დაკარგეს ეს ფუნქცია, რომ პირველ როლში მოგვევლინონ და მეორე პოზიციიდან დედის, მეუღლის, ქალიშვილის პოზიციიდან გააძლიერეს და შექმნეს ქართველი კაცები. ეს ვეფხისტყაოსანია, რა თქმა უნდა შოთა რუსთაველის უკან, იმ ადამიანის უკან, რომელსაც ჩვენ შოთა რუსთაველის სახელით ვიცნობ, ჩვენ არ ვიცით მისი არც სახელია, არც გვარია, არც წარმომავლობა, არც დაბადება, არაფერი. ყველაფერი ხელოვნურია, მაგრამ მე მადლობელი ვარ მაგალითად პავლე ინგოროყვასი, რომელმაც ეს მითი შექმნა, რომ ვიცით, რომ ის დაიბადა 1166 წელს, იმიტომ თამარი რახან დაიბადა 71-ში და რახან ტარიელი ამბობს, რომ 5 წლის მიყავიო ის, რომ დაიბადაო ნესტანიო, გასაგებია, რომ ასე თარგმნეთ ჩვენ. დიახ, მე ვემხრობი მაგ მითოს, რომლის მიხედვითაც ის დაიბადა 5 წლის, იმიტომ რომ რუსთაველს უყვარდა თამარი. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ასე არ იყო. მაგრამ რა აზრი აქვს იმას, რა იყო იმასთან, რაც აგერ ჩვენს თვალწინა. ამ პოემაში თუ ადამიანი ვერ ხედავს, როგორ უყვარს ავტორს თამარი, მაშინ ამ პოემის წაკითხვას არანაირი აზრი არ ქონია. ესაა პოემა ზუსტად ამაზე, როგორ უნდა გიყვარდეს. არა იმაზე, ვინ გიყვარს, რანაირია და რას განიცდი, არა, როგორობაზე არის. ეს პოემა არასოდეს არა რაზე. ისა ყოველთვის არის როგორზე. ეს არ არის ისტორიული, ეს არის ესთეტიკური და ამ პოემამ შექმნა არა ქართველების ისტორია, არამედ ქართველობის სულიერება. თვითონ ქართველობა არის ვეფხისტყაოსნობა. ანუ რაინდობა, ქალისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან შორს ვართ აქედან, მაგრამ მახსოვს ძალიან კარგად ერთხელ რუსმა მწერალმა გვამხილა, რომ რაღაც კარგად არ ვიქცევით. ჩვენ რა თქმა უნდა კრიტიკის გაგონება არც მაშინ და არც ახლა არ გსურდა და არ გავიგონეთ და დავესხით თავს და ვთქვით, რომ ეს საზიზღარი და როგორ გაბედა და როგორ ვძულვართ რუსებს, როგორ ვერ გვიტანენ, ცნობილი ანეკდოტის არ იყოს. არა მწერალს იქვე ძალიან კარგი რამ ეწერა, რომ სად არის ტარიელი, სად არის ის ძველი ქართველი, ის ქართველი, რომლითაც მე შევიყვარე საქართველოს, სად არის? ვერ დაინახა საქართველოში. დაინახა, რომ შვილმა დედას უყვირა და რა ვერ დაინახავდა და რა კი ბატონო შეგვიძლია მოვიტყუოთ თავი. მე მაგალითად ასტაფიევის მადლობელიც ვარ ის რომ დაგვიწერა. მე სხვებთან ერთად ვიყავი მაშინ პროტესტებდი, რა თქმა უნდა. ციხეში ვიჯექი მაგ დროს ეგ ამბები რომ მოხდა და წუხდი რომ ვერ მონაწილეობ, სხვებთან ერთად ვერ ვამტვრევ ცხვირპირს რუს მწერლებს, მაგრამ მერე და მერე დრო რო გამოხდა დავფიქრდი რომ ეს ხო ძეგლი დაუდგა ვეფხისტყაოსანს. იმას რითი იმ სიმბოლოს რითიც ქართველები ვართ ცნობილი და არა იმას, რომ სტალინი წარმოუშვით ჩვენ ან თუნდაც კარგი ან ცუდი პოლიტიკური ფიგურები ან თბილისის დინამო ან რაღაც. არა, მთავარს ჩაავლო მწერალმა. მთავარი იპოვა. Где Тариел, где древний грузин? აი, სადაც ტარიელობაშია საქმე. უნდა ვთქვა, როდის გავიგებთ უკეთესად ვეფხისტყაოსანს. ჩემი აზრით. როცა ტარიელების რიცხვი გადააჭარბებს ავთანდილების რიცხვს.
ახლა ამ წუთას მე ძალიან კარგად ვიცი სტატისტიკა ამ სახელების. რა თქმა უნდა, ავთანდილები ჭარბობენ ტარიელებს. რა თქმა უნდა, ქართველებს უნდათ ავთანდილობა. ქართველებს მოწონთ ავთანდილობა. ქართველებს მოწონთ ავთანდილობა იმდენად, რომ რუსთაველის ანალიტიკოსმა და პოეტმა და დიდმა პოეტმა აკაკი წერეთელმა თქვა, რომ ტარიელიო კახელიაო და ავთანდილიო იმერელიაო. ანუ მე ვარო ავთანდილიო, მე ავთანდილი უფრო მომწონს ამის თქმა უნდა. ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც ტარიელობა ერგო ამ შემთხვევაში დასცინა აკაკის. მოგეხსენება თქვა, რომ აკაკიმო რუსთაველს ჯუჯურტანიდან შეხედავ. ხა ილია ჭავჭავაძე არის დიდი გენიოსი, რომელიც ვეფხისტყაოს საკითხში მართალია ისე როგორც მართალი იყო ყველა საკითხში, რასაც კი ხელი მოჰკიდა ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. და რა თქმა უნდა, ის 1000-ჯერ უფრო წინ იყო ამ საკითხებში, ვიდრე აკაკი წერეთელი. ილია ჭავჭავაძემ დაინახა მთავარი, რასაც აკაკი ვერ ხედავ. აკაკი მიგ დაინახა კუთხეები. რასაც რუსთაველთან ართან შე ილიამ დაინახა სხვა რამ, რომ ეს ქართველობაც კი არ არის საკმარისი რუსთაველის დონის მისაღწევად. ეს სოფლიო წიგნი რო არის, ეს დაინახა, რომ იქ არ არის ასე ვთქვათ. მაგრამ ამავე დროს ილიამ დაინახა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რა გინდ გიყვარდეს ავთანდილი, რა გინდ განავითარო ავთანდილის ხაზი, რა გინდ მისი გავლენით შექმნა ქართული ლიტერატურის კიდევ ერთი გენიალური ნაწარმოები და პერსონაჟი ალუდა ქეთელაური, რომელიც ავთანდილის გარეშე ვერ წარმომიდგენია, უბრალოდ მისი განვითარება, სხვისთვის თავდადების იდეის განვითარება, მტრის შეყვარების იდეის განვითარება, მაგრამ ილიას ესმოდა უფრო კარგად. და მე მგონი ჩვენც გავიგებთ უკეთესად დადგებად, რომ ეს პოემა არ ატარებს ავთანდილის სახელს, ის ატარებს ტარიელის სახელს. ტარიელი 5000-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა ვიდრე ავთანდილი. და სანამ ამას ვერ ხვდებით, მანამდე ამ პოემასაც ვერ ხვდებით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს. იმიტომ რომ ჩვენ პოემის გასაგებად დატოვებული გვაქვს ზუსტად იმდენი დრო, რამდენი დროც დარჩენილი აქვს საქართველოს საარსებოდ და ქართველ ერს საარსებოდ. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ქვეყანა არ გქონდეს და ვეფხისტყაოსანი გქონდეს, ასე ვიცხოვრეთ ჩვენ. როდესაც ზითევში ქონება რო არ ქონდა ვეფხისტყაოსანს ვატანდით. როდესაც ზეპირად ვიცოდით. როდესაც მე ჩემი კურსელი იყო ნარგიზა კიკნაველიძე, რომელიც შეიძლება დედამიწის ზურგზე ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ვეფხისტყაოსანი იცოდა ზეპირად და დამთავრებული იყო ჩვენი საქმე. მე მშურს ყველა და მე ძალიან მინდა რომ ტექსტთან ახლოს მაინც ვიცოდე და ხშირად კითხულობ და აი თანამედროვე მოწყობილობები რომ აქვს ერთი და მეორე მიდევს აქცინ ორივეში მაქვს ვეფხისტყაოსანი. საქმე ის კი არ არის რომ უცებ მოგინდეს და წაიგითო, არა, საქმე ის არის რომ საერთოდ ქართულ ენაზე კითხვა რომ მოგინდება, პირველი რაც მოგინდება ეს ვეფხისტყაოსანია. მე ვერ წარმომიდგენია სხვაგვარად. ჩვენ ამ ნაწარმოების და ამ კაცის მნიშვნელობას მაინც გავიგებთ, გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა. იმიტომ რომ ყოველთვის დადგება ისეთი განსაცდელი, რომელსაც ვერც ერთი ჩვენი ძეგლი ვერ პასუხობს. როდესაც ეთნიკური პრობლემებია და როდესაც ჩვენი სისუსტეების პრობლემებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელში ავიღებთ ჯაყოს ხიზნებს. როდესაც ჩვენ ცუდად მოვიქცევით, მაგალითად უნივერსიტეტის მაგივრად გავხსნით სამხედრო სასწავლებლებს, რომელიც დაგვრჩა აგერ და ეშმაკად გვინდა. ახლა 1000 უნივერსიტეტი გვაქვს და ერთი ტაო და არც ერთი გვინდა და არც მეორე სამწუხაროდ, მაგრამ როდესაც ასეთ შეცდომათა ჩვენ იმ წუთას გაგვახსენდება ილია ჭავჭავაძე თავისი ბედნიერიერით. ამას მოყვა. ამედოს როცა ცუდად ვიქცევით და როცა მუქთახურობას და განსაკუთრებით მატერიალიზმს როცა გადავყვებით, ისევ ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანი გვახსენდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ერად ვდგებით სხვა ერებს შორის, აი როდესაც ასე კი არ გვიჭირს, როდესაც ჯაყოს პრობლემები და თეიმურაზ ხევისთავის პრობლემები და ლუარსაბ თათქარიძის პრობლემები და თუნდაც ალუდა ქეთელაურის პრობლემები კი არა, როდესაც ჩვენ პრობლემა გვაქვს როგორ დავდგეთ ერი სხვა ერებს შორის, აი მაშინ გვჭირდება რუსთაველი. როდესაც ჩვენ ცუდად მოვიქცევით, მაგალითად უნივერსიტეტის მაგივრად გავხსნით სამხედრო სასწავლებლებს, რომელიც დაგვრჩა აგერ და ეშმაკად გვინდა. ახლა 1000 უნივერსიტეტი გვაქვს და ერთი ტაო და არც ერთი გვინდა და არც მეორე სამწუხაროდ, მაგრამ როდესაც ასეთ შეცდომათა ჩვენ იმ წუთას გაგვახსენდება ილია ჭავჭავაძე თავისი ბედნიერიერით. ამას მოყვა. ამედოს როცა ცუდად ვიქცევით და როცა მუქთახურობას და განსაკუთრებით მატერიალიზმს როცა გადავყვებით, ისევ ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანი გვახსენდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ერად ვდგებით სხვა ერებს შორის, აი როდესაც ასე კი არ გვიჭირს,
როდესაც ჯაყოს პრობლემები და თემურაზ ხევისთავის პრობლემები და ლუარსაბ თათქარიძის პრობლემები და თუნდაც ალუდა ქეთელავის პრობლემები კი არა, როდესაც ჩვენ პრობლემა გვაქვს როგორ დავდგეთ ერი სხვა ერებს შორის, აი მაშინ გვჭირდება რუსთაველი. იმიტომ მაშინ ჯიბიდან გთხოვე რომ ამოიღე ერთი პასპორტი, გვაჩვენე ერთი ვინახა. აი მაგ რო უთხრა რომ მე იცი როგორი მწერალი მყავდა, რომელიც მე მაგინებდა, ეს მეწყვია, ნუ ეგეთი ჩვენ ყველას გვყავდა. კიდე რისი პატრონი ხარ და რა ვთქვა ჩვენ, რომ თბილისის დინამო 1991 წელს ჩემპიონთა თასი არა და თასების ფლობელთა თასი მოიგო. თუ რა ვთქვათ, რომ რუსთაველის თეატრმა ედინბურგის ფესტივალზე ერთხელ არა. მაშინ ხო ვიცით რაც უნდა ვთქვათ. აი სწორედ როდესაც ნაცია ხარ, როცა ყველა ერთად ხარ, როცა დიდი ხარ, როცა დგები, როცა შენი დროშა იყიდება მაგალითად ევროპის საბჭოში და მომავალში ჩვენი დროშა რო დაიკიდება ნატოში და ევროპის კავშირში, აი მაშინ რო გკითხავენ რომ თქვენი პასპორტი რა, ქართველებო რა, ვინ ხართ თქვენ? ჩვენ არ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ სტალინის მშობელი ხალხი ვართ. იმიტომ რომ მაგით ჩვენ დიდ სიდიადეს ვერ მივაღწევთ. ავსტრია ხელებს იბანს და ამბობს რომ ჩემი არ არისო შიკლ გრუბერი ჰიტლერი გერმანელებისაო, გერმანია ხელს იბანს, ჩვენი არ არის ავსტრიელიაო. ასეთი სტალინი არ ჩვენ არ ვჭირდება, თუმცა ახლა ვიღაცები მიყვებიან მას, მაგრამ უნდა გითხრათ რომ რუსთაველის ნიშნულობა სტალინმაც კი იცოდა. სტალინის სახელით ორი ადამიანი, ორი დიდი ქართველი მეცნიერი გადარჩა, თქვენ ხო იცით ეს ისტორია, ეს არის უბრწყინვალესი ნოველა იმაზე, როგორ იხსნა საუკუნეების სიღრმიდან გენიოსმა თავისი თანამოძმენი ბოროტიკაცისგან, როგორ დაიხსნა ქაჯეთის ციხიდან, ბერიას ციხისგან, როგორ დაიხსნა მან აკადემიკოსები შალვა ნუცუბიძე და სიმონ ყაუხჩიშვილი. ეს როგორ მოხდა, რომ ნუცუბიძის დამ მიაწოდა ამხანაგ სტალინის ტექსტი, რომ აი ჩემმა ძმამ რუსთაველი თარგმნა, მაგრამ რედაქტორი არ აყავს და სად უნდა იყოს რედაქტორი, თქვენს გარდა ვინ შეიძლება იყოს ამის რედაქტორი, ვინ იცის ასე ქართული და რუსული და ვინ არის ამხელა ფიგურა, რომ ამაში გაერკვეს და სტალინმა უკან არ დაიხია და გაუწია რაღაცნაირი რედაქტორი, არ ვიცი ახლა როგორი რედაქტორი იყო ამხანაგ სტალინი. ფაქტი არის, რომ კაცი უფსკრულის ხახიდან ამოგლიჯა, ჰადესიდან ამოგლიჯა, ამოათრია იქიდან და გადაარჩინა და გაგვაბედნიერა. ახლა მე მაგალითად ერთ-ერთი მათგანი სიმონ ყაუხჩიშვილი მასწავლიდა და რა თქმა უნდა სიმონ ყაუხჩიშვილის და თინა ყაუხჩიშვილის გარეშე მე საერთოდ არ შევდგებოდი, არანაირი ადამიანი მე არ ვიქნებოდი. რუსთაველს მასწავლიდა 3 წლის ვიყავი დედაჩემი რომ ვეფხისტყაოსნით იწყებდა ჩემს განათლებას, ანუ ყველაზე სწორ განათლებას მაძლევდა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელმაც შესანიშნავად იცის რა უნდა ასწავლო ბავშვს. ეს დღეს გონიათ, რომ ის ლექსები უნდა ასწავლო დედამ კაბა მიყიდა და მამამ მანქანა და ამ შემდეგ. ეს სულელე დაივიწყოს ყველამ. ქართული პოეზია იწყება ბავშვისთვის, იწყება ვეფხისტყაოსნით. მე ეს ძალიან კარგად ვიცი, რა და რა დონის არის. ან მის თქმა მინდა რომ რუსთაველს კი არ ჭირდება ადვოკატირება. რუსთაველი ელოდება თავის დროს. გალაქტიონმა თქვა, ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის. ამავე დროს რუსთაველი ისევ თავის დროს ელის. იმიტომ რომ დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ მართლა დავდგებით ერად სხვა ერებს შორის. ახლა ამ წუთას ჩვენ ვართ 1-200 სახელმწიფოთაგანი. მაგრამ ჩვენ როგორც ერი სხვა ერებს შორის თანასწორად არ ვდგავართ. იმიტომ როცა ლაპარაკია საქართველოზე, არავის არ ავიწყდება, რომ ერთ სულ მოსახლეზე GDP, ანუ ეროვნული პროდუქტის განაწილება არის 5700 ამერიკული დოლარი წელიწადში. ეს რას ნიშნავს? მთელი ჩვენი ქონება რაც არის, ყველაზე რო გაყონ ვინც ვართ, ერთი მანქანის ფული არ მოგვიწევს არც ერთს. ანუ ჩვენ უღატაკესი ნაცია ვართ. ჩვენ ახლა ამ წუთას რო ვიტრაბახოთ, რომ რუსთაველი შვით არც არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ჩვენისთანა ბოგანოებს რაღაცა გაუჩენიათ და უქნიათ. მაგრამ იმ დროს როდესაც იყო რუსთაველი, ჩვენი GDP რას წარმოადგენდა, მე შემიძლია თქვა, ეს ყველაზე მაღალი იქნებოდა მსოფლიოში. იმიტომ რომ რუსთაველი არა მარტო საქართველოს პოეტია, იგი საქართველოს სიდიადის პოეტიც არის. ის შემთხვევით გაჩნდა მაშინ და რა თქმა უნდა აქ შემთხვევითობა. შემთხვევით გაჩნდა სწორედ მაშინ, როცა საქართველო თავისი დიდების ზენიტში იყო და იგი დაბრუნდება მაშინ, დაბრუნდება ჩვენს გულებში. დაბრუნდება
და მე-6 ადგილზე არ გავა ქართველების გამოკითხვაში რა. რა გინდა უწიგნური ხალხი ვიყო ჩვენ მე-6 ადგილზე რუსთაველის გაყვანით ახლა და იცით ახლა ისეთმა ხალხმა გაასწრო არც მინდა ამაზე ვილაპარაკო. სამარცხვინო ამბავი იყო ეგა ჩემი აზრით. თუმცა რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს და ხალხს ვენები არ გადაუჭრია რომ საქართველოს რომელიღაც პრეზიდენტმა გაასწრო რუსთაველს. ცხონებული თვითონ რო ცოცხალი ყოფილიყო რახან რუსთველოლოგი იყო თვითონ იტყოდა რომ ქართველებო რას აკეთებდო. ეგ ნამდვილად ვიცი. ბევრი ნაკლი შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ ამ ხრივ არა. რუსთაველის სახისმეტყველების ავტორი არავითარ შემთხვევაში თავის თავს ვეფხისტყაოსანის ავტორზე მაღლა არ დააყენებდა არასოდეს, მაგრამ ეგ არა გასაკვირი იცით. გერმანელებს მაგ ადგილას, ასე ვთქვათ, ხელოვანი კაცის ადგილას ბახი ყავთ და მე-6 ნომერია მათთან. ინგლისელებს შექსპირი მე-5 ნომრად ყავდა, მე-3 ნომერი მათი არის ლედი დიანა. გასაგებია რატომაც. ჩვენ ქართველებმაც მოვიფიქრეთ სახალხო სიყვარულიც ვაჩუქეთ, მეფეები წინ გაუშვით, რა თქმა უნდა, ილია მაძაჯობა, ახლა დავით აღმაშენებელმა მაჯობა, ზვიად გამსახურდია მაჯობა, თამარ მეფე მაჯობა. აი თამარ მეფემ რო აჯობა ეს ცოტა სასაცილოა. თამარ მეფე, რომელმაც აჯობა თლიანად არის რუსთაველის შემოქმედება. ისტორიული თამარ მეფე ვერავის ვერაფერს ვერ რუსუდანს ვერ აჯობებს ისტორიაში, ეს შეიძლება ჩემი პირადი და კერძო აზრი იყოს, მაგრამ ხო ვიცით ახლა რომ მასთან დაკავშირებული არის სამწუხაროდ დაცემა და არა ამაღლება, უგუნური პოლიტიკა და არა გონიერება, წინწაწეული თითქმის კვაზი ევროპული იდეების არ მიღება და გასაგებია რაც უნდა დასუსტა. როცა პარლამენტზე დაიწყებენ ლაპარაკს, მე პარლამენტარიზმის მომხრე ვარ, მაგრამ ახლა 21 საუკუნეში. მე-12 საუკუნეში ლამიკინაღან პარლამენტი რო შეგვიქნეს საქართველოში, ამახო დაასუსტა. ეს არ იყო დემოკრატიის ეპოქა და დემოკრატიის თამარის სისუსტის ნიშანი იყო, მაგრამ ამის შესახებ ცენ ისტორიკოსები. ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ და ვენაცვალე რუსთაველს მოგვახვია თავზე და ყველა ქართველი დარწმუნებულია რომ თამარი დიდი მეფე იყო. ეს რუსთაველია. ეს არაფერი შუაში არ არის რეალობასთან. ხო, რა თქმა უნდა, თამარს აღმერთებდნენ თავის ეპოქაში, მაგრამ მერე და მერე თამარი კი არა, ძალიან ბევრი რამ გადაისინჯა. და ეს არ გადაისინჯა, რატომ? იმიტომ ძეგლი დაუდგა ისეთი რუსთაველმა, რომ წარმოუდგენელი გახდა თამარის სერიოზულად კრიტიკა და შეუძლებელი გახდა. შეუძლებელი გახდა მაშინ თუნდაც იმ ორი ხასიათის დანახვა, როგორც არის შავგრემანი და თეთრგრემანი თამარები, მრისხანე და მშვიდი თამარები. და კიდე ცოტა იმნაირი თამარები, თუ მე დამიჯერებთ ისის თამარის სახეა, რა თქმა უნდა. ისე როგორც ერთი გმირი გაიყო სამად და სამი დიდი გმირი ყავს ჩვენ, ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი, ისე იყოფა თამარის სახეთ სამად. მე არ ვიცი ტარიელი ვისი სახეა, რუსთაველისა თუ დავით სოსლანისა. იმიტომ რომ ძალიან მიჭირს ამაზე მსჯელობა, მე ძალიან კარგად ხედავ აქ რომანტიკულ ისტორიას, რა თქმა უნდა რუსთაველს უნდა ყვარებოდა თამარი. თუ ეს ასე არ იყო, ჩვენ ეს ასე უნდა მივაწეროთ ყოველ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ვეფხისტყაოსნის გაგების საშუალება გვაქვს. ამ ტექსტში ძალიან ბევრი საიდუმლოა და ძალიან ბევრი ცდილობს ამ საიდუმლოს ამოხსნას. და ფილოლოგებისთვის ეს არის ასე ვთქვათ ოქროს საბადო, საიდანაც ამოიღებენ და ამოიღებენ ბევრ ოქროს. ერთ მარტივ რამეს ვიტყვი. აქ მონაცვლეობს ორი საზომი, მაღალი და დაბალი შაირი, მოგეხსენებათ. და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლექსი ძირითადად სილაბურია, ან სილაბური ტონურია, მაინც განსხვავება არის მაღალ და დაბალ შაირის შორის. ანუ სუფთა სილაბური რო ყოფილიყო, ეს განსხვავება არ იქნებოდა. თეორეტიკოსებმა იციან მშვენივრად, რომ ტონურობის გარეშე 3 და 5 შექმნის მუხლებს თუ 4 და 4 დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. არა და დიდი მნიშვნელობა. ორი სხვადასხვა საზომით, ორი სხვადასხვა ინტონაციით, ორი სხვადასხვა სათქმელი ითქმება და ჩვენ არ ვიცით რუსთაველი ამ ფერებს როგორ იყენებს. არ ვიცით რა მონაცვლეობა მაღალ და დაბალ შაირს შორის და ვერ დავადგინეთ ალგორითმი, რომლითაც უნდა გამოვიცნოთ, რომ აი ახლა შემდეგი მაღალი იქნება თუ დაბალი. ეს ამოცანა ქართულ მათემატიკოსებს. ესენი მუდმივად წელიწადში ერთხელ ხსნიან ხოლმე ამ ამოცანას, მაგრამ წარუმატებლად. არის მეორე ამოცანა. ვეფხისტყაოსანში არის სამყარო მოცემული ბუნებრივია იმ ცოდნაზე დაკმობით, რომელიც მაშინ იყო, მათ შორის მნათობები და სხვა, რომელიც გადმოცემული არის დიდი ქართული. აი რუსთაველს ამის ბედი მაინც ჰქონდა, რომ უცხოეთში გადახვეწილმა ერთმა მეცნიერმა მთელი თავისი სული, სიცოცხლე, ყველაფერი აჩუქა რუსთაველს. მე გულისხმობ ვიქტორ ნოზაძეს, მის სულიად გენიალურ შემოქმედებას, რომელიც დაწერა ვეფხისტყაოსნის სისმეტყველება, ვეფხისტყაოსნის სიბნის მეტყველება და ბევრი წიგნი რუსთაველს და რომელსაც მოუწია პასუხი გაეცა ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ კითხვაზე ჩვენს ისტორიაში. ებრძოდა თუ არა ეკლესია
ვეფხისტყაოსანს. და ეს ვინაიდან ძალიან საჩვენო საკითხია, ამიტომ მე ძალიან მოკლედ ვიტყვი. ეს სხვა შორის ეს მინდა გითხრათ, რომ ის ამბავი, რასაც აკეთებდა ნიზამი განჯელი, ჩვენი მეზობელი, რომელსაც აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ აზერბაიჯანი პოეტია, თუმცა იგი თურქული წარმოშობის, თურქული და ქურთული წარმოშობის იყო. მამა თურქი ყავდა, დედა ქურთი იყო, ცხოვრობდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, წერდა სპარსულად არაბულ ამბებს. ანუ ხედავთ, დღევანდელი გლობალისტური მსოფლიოს ამდენი ნიშანი იყო მასში ჩადებული. ნიზამის შემოქმედებაში არა მარტო ქრისტიანული, არამედ წარმართული ქრისტიანობამდელი ალექსანდრე მაკედონელიც კი აისახა. ანუ ნიზამი იყო ის პირველი, ვინც გაბედა, მაგრამ რუსთაველმა შეატრიალა ეს. პირიქით გააკეთა. რუსთაველმა საქართველო აქცია მსოფლიოდ და საცოდაობა მსოფლიო არ იცნობდეს რუსთაველს, რომელმაც თავისი ქვეყანა პირდაპირ აჩუქა მსოფლიოს. რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ვერ ეტევა. ისე როგორც საქართველოში ვერ დაეტია ვერცერთი დიდი ქართველი გენიოსი ჩემს მიერ აწევდა. ზოგი დასახელებულიც იყო. ვინ რა სფეროში, ზოგი ბოროტების სფეროში იყო, მაგრამ აქ ვერ ეტეოდნენ ხოლმე. რა თქმა უნდა, რუსთაველიც ვერ დაეტია საქართველოში. ის ამბავი, რომ იგი შესაძლოა მართლა იყოს დაკრძალული იქ, სადაც მტერმა მიუთითა. რუსთაველი ისეთი კაცია, რომ მტრები რო ყავდა, ის მტრები მის სასარგებლოდ მუშაობდნენ თავის და უნებლიეთ. მაგალითად, უნდოდა რომ უკანასკნელის სიტყვებით მოეხსენიებია იგი ტიმოთე გაბაშვილს. აგინა უწოდა გამყნელი და უწოდა რომ ქრისტიანობა შერყნა და ამან ასწავლა თუნდაც ქართველებს მაკიაჟის ხმარება და ამით გარყვნილა საქართველოს და დაქცეულა. საინტერესო წარმოდგენა რა თქმა უნდა. მაგრამ ამავე კაცმა თქვა იერუსალიმში წავიდო და იქვე არის დახატულიო და იქვე დაკრძალული და ასე ვიპოვეთ ჩვენ რუსთაველი. მტრის ტექსტს გავყევით. დაუძინებელმა მტერმა გადაარჩინა როგორც ასე და გადარჩა თვითონაც. ვის ახსოვს ვინ იყო ტიმოთე გაბაშვილი, ვინმეს დაემახსოვრებინა, ახლა თუ გვახსოვს იმით, რომ თავის და უნებლიეთ რუსთაველს მიება. იმ კაცს, რომელსაც ებრძოდა თავისი უწიგნურობით, თავისი ჩაუხედაობით, თავისი სიბნელით. და მე მინდა ვთქვა, რომ ეკლესია არასოდეს არ ებრძოდა რუსთაველს. ცალკეული პირები ებრძოდნენ. მაგრამ ნუ გავაიგეოთ, თუნდაც ანტონ კათოლიკოს, ნუ გავაიგეოთ ეკლესიასთან, იმიტომ რომ თუ სადმე გადარჩა ვეფხისტყაოსანი, სად გადარჩებოდა, სად იცოდნენ წერა კითხვა. სკოლები ჩვენ არ გქონდა და აკადემიები. იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში როცა რუსთაველი უნდა გადარჩენილიყო, მანამდე კი. და გადარჩა იგი ეკლესიებში, იქ გადაწერეს. ხელნაწერების უმეტესობა საეკლესიო წარმოშობის, საერო წარმოშობის ხელნაწერია თეორია. ანუ იმის თქმა მინდა რომ ესეც სტერეოტიპია, ესეც უნდა დაინგრეს და პირველი ვინც ამაზე ხმა მოიგო და გაბედა ეკლესიის დაცვა ამ საშინელი ბრალდებისგან იყო სწორედ ჩემს მიერ ნახსენები კარგი კაცი ვიქტორ ნოზაძე, რომელიც უცხოეთში სანტიაგო დე ჩილეში გამოცემდა თავისი ფულით ამ საცოდავ წიგნს, რომელიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში და რომლის პატრონები ვინც ვიყავით, ერთი ცხალი ვისაც ქონდა, იმას ისევე ფერებოდით დაახლოებით, როგორც გალაკტიონი 35 წელს პარიზში რო ჩავიდა და მალარმეს და განსაკუთრებით ვერლენის წიგნი უყიდია და არ ესმოდა ფრანგულიო ამბობს რუსი მწერალი, ვინც შეესწრო ილიანემბული, მას თვითონ კარგად ესმოდა ფრანგული და მაგრამ ხელით ეფერებოდაო ვერლენის წიგნს. აი ასე გვიჭირავს ჩვენ ვეფხისტყაოსანი. და უნდა ვეფერებოდეთ და გალაკტიონმა თუ თქვა ვერლენზე ხშირად ვიგონებ ვერლენს როგორც დაღუპულ მამას, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თან არა დაღუპული, არამედ მუდმივად ცოცხალ მამას ქვია რუსთაველი, ან არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ვეფხისტყაოსანი ქვია ნამდვილად. ამიტომ ამ წიგნის როლი არ არის, ეს არ არის ერთ-ერთი წიგნი ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ამირან დარეჯანიანის და იმის რა ქვია შუშანიკის წამების და არათ ასევე ესეც შეიქმნა. არა, საერთოდ ესაა წიგნი, რომლის დაწერა იყო ქართველი ხალხის ამოცანა. ეს იყო ჩვენი ტესტი უნარჩვევებში, რომელსაც ვაბარებთ მსოფლიოში. ჩვენი დასტური, რომ ჩვენ ხალხი ვართ. ჩვენი დასტური, რომ ასეთი ენა არსებობს. ჩვენი დასტური, რომ აი ამ ხალხს არსებობის უფლება აქვს. თუ იცით, რამდენი ხალხი არის კიდე დედამიწის სულწმუნო და არსებობაში ვიღაცებს ეჭვი შეაქვთ ხოლმე. რა თქმა უნდა, სისულელე, ხო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, აი მათაც კი, ვინც ყველაფერში ეჭვი შეიტანა, თქვენ ხო იცით, რომ ჩვენ ქართველები არ ვიყავით წასაშლელი ნაციების სიაში, თუნდაც როზენბერგის წიგნში. და რატომ? ვინმე ახსოვს რომ გადაგვარჩინა, რომ გაემარჯვათ ფაშისტებს, ჩვენ თურმე მაინც გადავრჩებოდით. ყოველ შემთხვევაში, როგორც ეთნოს არ გაგვჟუჟავდნენ, იმიტომ რომ როზენბერგმა რუსთაველი ახსენა.
და მე ამ მოულოდნელ ადგილას სულ არ მინდოდა მეხსენებინა, მაგრამ მე მინდა იცოდეთ, რომ როზენბერგმაც და შელენბერგმაც შესაძლოა გრიგორ რობაქიძის გავლენიდან გამო, მაგრამ იცოდნენ ეს მაღალი სახელი და იცოდნენ, რომ ეს ამხანაგი სტალინი, მათი მთავარი მტერი რო არის, სადმე შემთხვევითი არაინდოევროპული წარმომავლობის ვარი და გასაჟეჟი, სადმე ისეთი შემთხვევითი გენიდან წარმოშობილი არ არის და ამიტომ მას უწოდეს, ამ ხალხს უწოდეს კავკასიოიდის, სოფლიოს კავკასოიდური აფეთქების ნიმუში ეწოდა ვეფხისტყაოსანს. სხვა შორის ძალიან საეჭვო ღირებულების ნაწარმოებში. მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ ბლავატსკაიაც იცნობდა რუსთაველს, ფაშიზმის ფუძემდებელი და სხვა. ამით მე არაფერი კარგ ფაშიზმზე არ ვამბობ, გასაგებია რომ მათი იდეები ავანტყოფური იყო, მაგრამ ჩვენ როცა გაგვიჭირდა რუსთაველი მაშინაც გადაგვეფარა. ჩვენ როდესაც ახლა დაგვილხინდება, როდესაც ჩვენ გველოდებიან სოფლიო ხალხებში როგორც სერიოზულ ხალხს, ჩვენ ამ პასპორტით შევავთ იქ, როგორც ვეფხისტყაოსნის პატრონები და ადრე თუ გვიან სოფლიო ჩვენ გაგვიცნობს. არა როგორც მიშა მესხის სამშობლოს, რაც საპატიოა და კარგია. არა როგორც ამხანაგ სტალინის სამშობლოს, რაც არ ვიცი როგორი არის, მაგრამ არის ფაქტია. და არა როგორც თუნდაც რამაჩხიკვაძის ქვეყანას. ჩვენ ძალიან სერიოზულად წარდგებით სოფლიოს წინაშე, როგორც ქვეყანა, რომელმაც სოფლიოს დაგვიანებით, მაგრამ მაინც აჩუქა ვეფხისტყაოსანი. მე-20 საუკუნეში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწერალმა ხოსე ლუის ბორხესმა, არგენტინელმა, რომელიც იმხელა არის, რომ რომანიც კი არ დაწერა და პატარ-პატარა მოთხრობებით მაინც დაიკავა ნომერ პირველი სამხრეთ ამერიკელი და შეიძლება ნომერ პირველი მწერლის ფუნქციაც კი. მსოფლიოში თქვა, რომ ყველა სიუჟეტი პრინციპში დაიყვანება 4 სიუჟეტს და ჩამოთვალა ესენი. პირველი ესა ალყა, რომ რაღაცას ალყა შემოერტყმება და იმათ, ვინც ალყაში არიან, იციან ჩვენურად, რომ ეს ალყა აუცილებლად, ასე ვთქვათ, დამთავრდება ქალაქის აღებით და დაღუპვით. მეორე ეს არის მოგზაურობა, მესამე ეს არის განძის ძიება და მეოთხე ესაა ღმერთის სიკვდილი. აი ვეფხისტყაოსანი არის ნაწარმოები, რომელშიც და უიშვიათესი ნაწარმოებია, რომელშიც ეს 4-ვე სიუჟეტური ქარგა აღმოჩნდა ჩაწნული. აქ არის ალყა, ვიცით ჩვენ, ეს სწორედ იმ ნაწილიდანაა დედა რომ ასწავლიდა ბავშვობაში, იმიტომ რომ ჩვენ 3 ძმა ვართ, მაგრამ მაშინ 2 ვიყავ ჯერ და ტარიელის და ავთანდილის სიტყვებს თათბირებს ვამბობდით, ასე გაჯეთის ციხის აღების წინ და მე ავთანდილის როლი მერგო. ალყა, რომელიც აუცილებლად გაჯეთის ციხის აღებით დამთავრდება. ეს ერთი სიუჟეტური ხაზი. მეორე ეს არის მოგზაურობა, თქვენ იცით ახლა ავთანდილის ხანგრძლივი ხეტიალი ძიებაში და ეს მოივლის მთელ მსოფლიოს, ასე ვთქვათ, მთელ მაშინდელ მსოფლიოს, რომელშიც აი რო ვერ ეტევა რუსთაველი საქართველოს, როგორც ჩანს, რომ მაშრიკიდან, მაღრიბიდან დაწყებული და ხატაეთამდე, ანუ ჩინეთამდე გაშლილი არის და კიდე ზღაპრული ზღვათა სამეფო და მუღაზანზარი ყველაფერი არის ჩართული. მესამე ეს არის განძის ძიება. და რა თქმა უნდა ეს განძი არის ნესტანი, რომელიც დაკარგულია და რომელსაც ეძებენ, როგორც თავის დროზე არგონავტები ეძებდნენ ოქროს საწმის. და მეოთხე ეს არის ღმერთის სიკვდილი და ეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი სახეა აღებული ანტიკურობიდან, სხვა შორის ვეფხისტყაოსანში. ეს არის რომ თვარე გადაყლაპა გველეშაპმა. ეს ანტიკური სახე არის და მე ამბობენ რომ ნახეს მზისა შესაყრელად გადმოეშვა მთვარე გველსა. ანუ გაჯეთის ციხემ ბოროტებამ ამოტყორცნა უკან, როგორც იონა, როგორც ანტიკური ჰადესი ამოტყორცნიდა ხოლმე ჯასულ გმირებს, ამოტყორცნა უკან ნესტანი, განსხვავებით თქვათ ევრიდიკესგან, რომელსაც გადარჩენა მაინც ელოდა და შეახვედრა იგი მზეს, ანუ ტარიელს. ეს შეხვედრა არის ანტიკური ხატი. ეს პირდაპირ ასე წერია ანტიკურობაში, უბრალოდ ამ ხატს იქ არ არის ნათქვამეროს კაცის და ქალის შეხვედრა. იმიტომ რომ ეს ჩვენ რუსთაველმა გვაჩუქა ანტიკურობა, იმიტომ როგორც ჩვენი ისტორიკოსები ამბობენ და სულიად სამართლიანად, ჩვენი მამა ღმერთი თვარე იყო. ამბობითი ფუნქციები თვარე, მზე, დედა და რუსთაველი ნახეთ რა ქართული წარმოდგენები როგორ არაინტერესია, ამხრა რა დედა, მზე არის ტარიელი, თვარე არის ნესტანი. ანუ როგორც ჰელიოსი არის მამრობითი სქესის, ჩვენი მამა, აიეტის მამა, ანუ ქართველების მამა არის მზე. ამიტომ ნახეთ
ერთი არის ისტორიული შეხედულებები იმაზე თუ როგორ ყალიბდება ქართული და მეორე არის რუსთაველი და მე სულ ვამბობ ამას რომ ის არ მისდევს იმას ის არ წარმოშვა ქართულმა ხალხმა აუცილებელი განვითარება ის თვითონ იბადება თვითონ წარმოშობს ხოლმე ქართულ ხალხს და ანტიკურობის გავლენა ჩანს არა მარტო ამაში ჩანს ერთი უღრმესი ცოდნა პლატონისა მაგალითად ძალიან ძნელი მოსაძებნი გახდა ანტიკურობაში პირდაპირი ფრაზა პლატონისგან სწავლა თქმული რომ სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულს ასეთი ადგილი პირდაპირ პლატონთან მოსაძებნია და ვერ იპოვით ეს პლატონის ფილოსოფიის შინაარსი ანუ მთელი პლატონი უნდა იცოდე ეს ერთი რამე რო თქვა არ არის საკმარისი რომ რაღაც ერთ ნაწარმოებში რაღაცა თქვა ასევე უღრმესი ცოდნა მაგალითად ჩინური სიბრძნეების მე როგორც ერთ-ერთ დიად ციგს ვასწავლი ერთ უმაღლეს ასწავლებელში პროფესორია და ვასწავლი ლაო ცის ციგნს დაო დე ძინი ანუ ციგნი გზასა და სრულყოფილებას და დაო დე ძინში ნათქვამია ისეთი რამეები რომელიც ვეფხისტყაოსნის გარეშე შეუძლებელია ვინმემ გაიგოს ანუ ვეფხისტყაოსანი ამ ძეგლს იცნობს ანუ ეს არის მართლა ძალიან ის რომ ამბობს რომ ჩინს ქვასაზე და წერია იმ ჩინს და იმ ხატაეთს მართლა იცნობს და იცნობს როგორც ნეოპლატონიკოსი ანუ იცნობს ზუსტად ბერძნული წყაროებიდანაც ანუ იცნობს როგორც ბერძნები იცნობენ ანუ ანტიკურობის გავლენის გარდა მასზე არის პლატონისა და ანუ ანტიკურობისა და ქრისტიანობის შერიგების თეორია რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული თეორია იმიტომ მოურიგებელია სად ქრისტიანობა სად ანტიკურობა მაგრამ ნეოპლატონიზმმა შეარიგა ეს ძალიან გავს დღევანდელ თეორიებს რომელიც ცდილობს ქრისტიანობის და ბუდიზმის შერიგებას და ასეთ წიგნებიც იწერება რუსთაველი მაგით აუცილებლად დაინტერესდებოდა და კალიფორნიაში გაიქცეოდა მაგის დასადგენად როგორც მთელ მსოფლიოში როგორც ჩანს იმოგზაურა იმ სიბრძნეების გასაგებად რაც იცვა გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ ვეფხისტყაოსანში ათასობით მინიშნება არის სახარებას წიგნში რომელსაც ბრალი დაედო რომ არ აღიარებს თითქოს ისე იგი სამებას პირველივე სიტყვებში სამებაა ნახსენები რაც პატიოსნად აღმოაჩინა როგორც ნოზაძემ ისე მერე დაადასტურა ზვიად გამსახურდიამ თავის კვლევით იმის თქმა მინდა რომ ანტიკურობა და ქრისტიანობა ვეფხისტყაოსანში ისე ღრმადაა წარმოდგენილი რომ თვითონ ანტიკურობის და ქრისტიანობის შესწავლის ახალ ინტენციას ახალ სურვილებს გარდა ამისა მინდა ვთქვა რომ თვითონ ეს სახე ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი ანუ კაცი რომელსაც ლეოპარდი აცვია ეს ჩვენ ვიცით ვინც არის ეს არის ღმერთი დიონისე რომელსაც ლეოპარდი აცვია და ეს ღმერთი მათ შორის შეგიძლიათ იცნოთ აი მე ვთარგმნი არისტოფანეს ყველა კომედია მათ შორის ბაყაყები რომელიც პირდაპირ იწყება იმით როგორ აცვია ლეოპარდის ტყავი და რას ამბობს ღმერთი დიონისე კომედიაში ბაყაყები და რა ღმერთია დიონისე დიონისე არის არა მარტო ღვინის ღმერთი დიონისე ამავე დროს არის დაუოკებლობის ღმერთი ანუ აი დამანგრეველი ძალის ღმერთი სიშმაგის და გადარევის ღმერთი და პირდაპირ ტარიელია დიონისე ანტიკურობაში უპირისპირდება პლასტიკურ სახეს აპოლონის სახეს ეს დაპირისპირება დიონისური და აპოლონური საწყისის არის დაპირისპირება ვეფხისტყაოსანში შმაგ გადარეულ ტარიელსა და ნათელ და ქართველებს რომ მოწონთ თქო არ გვანან ძალიან ისეთ ავთანდილს შორის ანუ ანტიკურობის ყველაზე ღრმა აზრი ტრაგედიისა და პოეზიის ერთობა იმიტომ ტრაგედია დაიბადა მუსიკიდან იმიტომ როცა უკრავ პირი დაკავებულია და უნდა იცეკვო და ცეკვა წარმოშობს ტრაგედიას ტრაგედია დაიბადა ხოროვთან ანუ გუნდიდან ანუ ცეკვიდან ასე ამტკიცებს ერთი ყველაზე დიდი სპეციალისტი ასე ვთქვათ ეს ჯერ კიდევ არის ტრაგედიის წარმოშობა მუსიკის სულიდან ასეთი წიგნი დაწერა ფრიდრიხ ნიცშემ შესანიშნავი წიგნია წუხარ ძალიან ნიჩე რო რუსთაველს არ იცნობდა მაგრამ აი ბევრი რამ რუსთაველოგებს გამოადგებათ იქიდან ეს სახე ანტიკურობის ეს ორი ღმერთის დაპირისპირება სიშმაგის ღმერთი თავისი მენადებით და აქეთ ისე იგი ნატიფი ღმერთი აპოლონი პირდაპირ არის აღებული ანტიკურობით დიდი გავლენა მაგრამ მე ვინმეს რო რამე ეჭვი არ შეეპაროს როგორც აპოლონს ჰქონდა უნარი რომ დაეკრა და სმენად მოსულიყვნენ მხეცები როგორც მეჯნუნი გახდა მხეცების გამოუცხადებელი მეფე და მას დაჰყვებოდნენ მხეცები და როცა ის მოკდა მის საფლავს ყარაულობდნენ მხეცები დიდი ხნის განმავლობაში ზუსტად ასე ტარიელს არა და ავთანდილს აქვს ეს უნარი რომ სმენად მხეცნი მოდიან ანუ იგი პირდაპირ აპოლონია ჩვენს წინაშე
აი ამ გმირებზე თქვა აკაკი წერეთელმა დაავიწროვა და თქვა ეს კოსმოსური მნიშვნელობის და გაქანების გმირები დაავიწროვა და თქვა ეს იმერელია ეს კუთხეებად და ამიტომ წამოწდა მის მეგობარს ილია ჭავჭავაძეს ჯუჯურუტანიდან შეხედავ ხდა იმიტომ ის ხედავდა რა კოსმიური მასშტაბისაა ხალხთან როგორ არეტევა მაშინ სოფლიო როგორ ღმერთები ვერ ეტევიან მაშინ და როგორ შეიძლება ეს იყოს მარტო ჩვენი ნაწარმოები საცოდაობაა რომ ეს მარტო ქართველების იყოს ამიტომ მომავალში ანტიკურობის შემსწავლელებიც ვერ გაექცევიან ხალხთან თემ სოფლიოში იმიტომ ანტიკურობა მარტო იმიტომ კი არ იყო რომ იყო იმისთვისაც იყო რომ მას მოჰყოლოდა ვეფხისტყაოსანი აქ ძალიან ნათელია ის იდეა რომელიც ასე მოხერხებულად და ცბიერად თქვა გალაქტიონ დაბიძე 26 საუკუნის წინათ 26 საუკუნის შემდეგ რომელიც ლექსის მიხედვით ირკვევა რომ 26 საუკუნის წინ ქმნიდნენ ქართულ ანბანს იმიტომ რომ 26 საუკუნის მერე მოსულიყო გალაქტიონ და ანბანზე ლექსი დაეწერა ანტიკურობაც არსებობდა იმიტომ რომ რუსთაველი დაბადებულიყო მომავალში ანტიკურობის შემსწავლელებიც ვერ გაექცევიან ვეფხისტყაოსანს თემ სოფლიოში იმიტომ ანტიკურობა მარტო იმიტომ კი არ იყო რომ იყო იმისთვისაც იყო რომ მას მოჰყოლოდა ვეფხისტყაოსანი აქ ძალიან ნათელია ის იდეა რომელიც ასე მოხერხებულად და ცბიერად თქვა გალაქტიონ დაბიძე 26 საუკუნის წინათ 26 საუკუნის შემდეგ რომელიც ლექსის მიხედვით ირკვევა რომ 26 საუკუნის წინ ქმნიდნენ ქართულ ანბანს იმიტომ რომ 26 საუკუნის მერე მოსულიყო გალაქტიონ და ანბანზე ლექსი დაეწერა ანტიკურობაც არსებობდა იმიტომ რომ რუსთაველი დაბადებულიყო ჩვენ აი ამ პასპორტით ვართ დაჯილდოებული ესაა ჩვენი სიმდიდრე ზოგიერთს გონია რომ ჰიდრორესურსები ზოგიერთს გონია რომ ჩვენი ასე ვთქვათ ისტორიული წარმატებები ზოგიერთს გონია რომ ჩვენი განსაკუთრებული ნიჭიერი ხალხი მაგრამ მე ვიცი სინამდვილე ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზა ხოლო ვეფხისტყაოსანი არის სინამდვილე ეს არის ის რაც ნამდვილად გვაქვს რაც ნამდვილად ვიცი ძალიან ბევრ სენატრება მე არ მინდოდა ყოფილიყავი ისეთი ხალხი რომელსაც იმდენად სანატრელი ეყოლებოდა გენიოსი ავტორი რომ სხვა ენაზე დამწერ ქართველ კაცს აღიარებდა მთავარ ქართველ პოეტად ხო მე ნამდვილად არ მშურს არავისი ვინც ამას აკეთებს ჩვენ აგერ ქართველი გვყავს რუსეთში ყველაზე უფრო ხშირად გამოცემული ავტორია და იმას ქართულ მწერლად არაცერთი არ ვთვლით. ქვია იმას ბორის აკუნინი და არის თავისთვის. და ის ამბავი რომ ჩხარტიშვილი ეგვარად არ აწუხებს არავის საქართველოში. განსაკუთრებით პოპულარული საქართველოში არცა და აბსოლუტურად არ არის ჩვენ ინტერესის სფეროში. იმიტომ რომ ჩვენ ასე არ გვიჭირს. ხო? და რა თქმა უნდა შეიძლება გაგიჭირდეს და იმ ენაზე წერდეს კაცი, რომლის ენა შენ არ გესმოდეს. აი რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, მეზობელ ქვეყანაში მთავარი პოეტი არის გიორგი ნარეკაცი. შესანიშნავი სომეხი პოეტი, რომელიც წერდა ძველ სომხურ ენაზე, რომელიც დღეს არც ერთ სომეხს არ ესმის. ანუ ეკითხები ვინაა შენი საყვარელი პოეტი, ვალდებულია გითხრას იმ პოეტის სახელი, რომელიც არ იცის, რომელსაც ვერ კითხულობს, რომელიც გულთან ახლოს ვერ მიაქვს. მაგრამ მართლაც მათი ყველაზე დიდი პოეტია. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელები ტრაბახობენ იმით, რომ ნიზამი განჯევი, ხო, მაგრამ იგი სპარსული პოეზიის წარმომადგენელს სპარსულად წერდა. რა თქმა უნდა აზერბაიჯანელია და რა თქმა უნდა ისინი სწორად ამაყობენ. მათი სიცხლი და ხორცია. მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა სატრაბახოთ რო გქონდეს ახლა რომ მაგალითად რომელიმე ჰომეროსი იყო ქართველი და ამით რო ტრაბახობდეთ რომ ამაგარი იყო ჩვენ ლიტერატურის სახო არ იქნებოდა. ამიტომ გამოვფროთ ჩვენ განსაკუთრებით გაგვიმართლა ამ თვალსაჩინოთაც და გვაქვს დრო მოცემული საიმისოთ რომ ერთშვენი დღეს გავიგოთ რა განძის პატრონები ვართ. მათ შორის გავიგოთ ანტიკურობა ქართულობად ვინ აქცია. ეს არ იყო უბრალო ამბავი. ჩვენ რო ჩავდივართ ახლა აკროპოლის რო ხედავთ, ჩვენ არ გვაქვს განცდა ისეთი, როგორი განცდაც გვაქვს წმინდა პავლეს ტაძარს რო ხედავთ ვატიკანში. ვატიკანში წმინდა პავლეს დროს ჩვენ ვაუბრთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და აი ეს მიღწევა არის ადამიანური. მაგრამ ჩვენ არა ვართ პირდაპირი მემკვიდრეები, აშკარად ეს ჩვენი ძმები არიან და არა მამები. ეს ჩვენი მშობელი კულტურა არ არის, ჩვენი მოძმე კულტურაა. მაშინ როდესაც წარმართული საბერძნეთი როდესაც დგები იქ, როდესაც შენს წინაშე არის აკროპოლისი, შენ გესმის, რომ შენ ამის მემკვიდრე ხარ. და საიდან გაქვს ეს ცოდნა? ეს მართლა ტანით გზნობ, მაგრამ საიდან გაქვს ეს ცოდნა? ვეფხისტყაოსნიდან, რომელიც ეფუძნება ანტიკურობას და ქრისტიანობას, ორივეს.
და რომელმაც ის მოახერხა და ყველაზე ძვირფასი რაც იყო მსოფლიო ისტორიაში ჩაწნა ამ ქართულ ენაში და დაგვიტოვა და გვაჩუქა და ჩვენებს არაფრით არ უნდათ ამის დაჯერება. ხანდახან ისე სასაცილოა, როდესაც ქართველები ჩუმად ისე თავის ინტელექტუალურ ვარჯიშებს უწყობენ იმას, რომ რუსთაველს დასცინიან. ხო, რუსთაველის დასაცინად რო გვექნება საქმე, ეს კარგი იქნება. მე ყოველთვის გული მწყდება ამას როცა ვხედავ, რომ ვიღაცამ თავისი განათლებულობის მწვერვალად შეიძლება აქციოს ვეფხისტყაოსნის განკიქება. ეს ნიშნავს, რომ იგი არასწორი მიმართულებით განათდა, ან საერთოდ განათლებასთან ამას ნაკლები შეხება აქვს. საერთოდ თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ქართული ანდაზა, ოღონდ ძალიან უცნაურია, რომ ქართველებმა ეს ანდაზა კი შექმნეს, მაგრამ მე მაგის მიხედვით სამწუხაროდ ვიცხოვრეთ დიდხანს. საქართველოში ძალიან ხშირად არის წარმოდგენა, რომ არიან დიდი პოეტები, დიდი მწერლები, მაგრამ ყველა სხვაგან არის. დიდი არის დანტე, დიდი არის ჰომეროსი, დიდი არის, რა თქმა უნდა, შექსპირი, ხოლო ჩვენები სადღაც სხვაგან არიან, ასე ვთქვათ, ამხელები თითქოს არ არის. მე მინდა თქვა, რომ იმ ქედზე, პოეზიის ქედზე, სადაც მწვერვალები არის დანტე, გოეთე, შექსპირი და ჰომეროსი, ამ მწვერვალების გვერდით ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი არის რუსთაველი, ხოლო ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინმე ჩვენი ენაა და ჩვენ შეიძლება იგი გავიგოთ, ყველაზე მაღალი მწვერვალიცა. და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რუსთაველი რაიმეთი ვინმე ჩამორჩა, ყველა პოეტს აქვს თავისი განსაკუთრებულობა. ჰომეროსისთვის ესაა მისი პერსონაჟების ხატვის უნარი, რომ ყველას ყველაფრის თვისება აქვს, ყველას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ერთ პერსონაჟს ერთი თვისება აქვს სხვებზე მაღალი. ასე დახატა მან, რომ ყველა მიცის ექიმობა, ყველა მიცის ვაჟკაცობა, მაგრამ ყველაზე მაგარი ამ ამბავში, თქვათ, აქილევსია და ყველაზე ცფიერი, მაგრამ იმან ბევრი სხვა რამეც იცის ოდისევსმა, რომელიც ამავე დროს ყველაზე ცფიერი. რუსთაველთან სხვა რამაა წინ წამოწეული. რუსთაველთან მოწვევა დაახლოებით ის გზა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ესე პოპულარული გახდა ძენ-ბუდიზმის სახით. რა არის, რომ შენ თვითონ შეიძლება გახდე ღმერთი. ეს უზარმაზარი იდეა აღმოჩნდა დღევანდელი მსოფლიოსთვის, რომელიც ასე ვთქვათ, ცდილობდა გათავისუფლებულიყო რაღაც რელიგიური ჩარჩოებისგან, მაგრამ თვითონ უნდოდა ზემოთ ასულიყო ეს მის ჩვენი ამბიციები, რომ რაღაცა გავიმეოროთ, შექმნა და მოვიქცეთ როგორც დემიურგი, როგორც ღმერთი. და ვეფხისტყაოსანი ზუსტად ასეა, ის გეუბნება რა თვისებებით უნდა შეიმკო, რომ რაინდი გახდე. ანუ ის გეუბნება რა არის იდეალი ამას. ხო, რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსნის მიხედვით იმას ვერ ავაგებთ ახლა თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას, იმიტომ რომ ვაჭრები არ მოწონდა რუსთაველს. ამბობდა თქვენ ვაჭრები ჯაბანი ხარ და სხვა და ანდახან ჩვენ გონია რომ და სულიად სამართლიან თუ ეს დასაძლევია. ჩვენშიც არის ეს აზროვანი სიტყვა ვაჭარი, რაღაც კარგად არ ჟღერს ქართულად, ეს დასაძლევია. და ვაჭრობა რა თქმა უნდა არის თავისუფლების და განვითარების ერთ-ერთი ნიშანი. მაგრამ რუსთაველი აქ სხვა რამეს გვასწავლის, რომ სიცოცხლე გაიღე. მე იგი ვარ, რომ თავის თავზე ვის სიკვდილი მოყმისათვის თამაშად ჩანს მღერად. ის კაცი უნდა იყო, რომელიც მოყმისთვის მოკვდება და ეს არ არის ასე იოლი სათქმელი, მით უმეტეს არ არის იოლი გასაკეთებელი, მით უმეტეს არ არის იოლი როგორც იდეალი, მაგრამ ეს ევროპული იდეალია. გიყვარდეს მტერი შენი არის ღრმად არამარტო ქრისტიანული, არამედ როგორც აღმოჩნდა, ეს აღმოჩნდა ღრმად ევროპული იდეალი. და როგორ უნდა გააკეთო ეს? და რუსთაველი ამას გასწავლის, რომ მტერი იყო, მტერი ვიღაცა უცხო შემოიჭდა მეფეს, ასე შეჰყარა, ასე ვთქვათ, სპლინი, რაღაც საშინელი დაღრეჯილობა, მომავალი დედოფალი, ესე იგი, წაახდინა და სამყარო ჩამოიქცა. რა თქმა უნდა, მისი გამოჩენა, ტარიელის გამოჩენა მაშინ ვიღაც უცხო მოყმის, სულაც არ იყო კეთილი ნიშანი. ის შეიძლება ეშმაკი იყოს და ეშმაკისეული, ამისთვისაა თან დიდი გაგზავნილი. ანუ მტერი გონია ის, ვინც ისე შეუყვარდება, რომ საკუთარ თავზე და საკუთარ სიყვარულზე მაღლა დააყენებინებს თავს და აპოვნინებს და დაახმარებინებს და ასე შემდეგ. ეს არის ევროპული იდეალი. ესა უმაღლესი ევროპული იდეალი. ამიტომ როცა ლაპარაკია შექსპირზე და იმან შექმნა ევროპა, დიახ და რუსთაველმა შექმნა ევროპა. როცა ლაპარაკია ენაზე, დიახ დღეს მსოფლიო შექსპირის ენაზე ლაპარაკობს, მსოფლიო არ ლაპარაკობს ქართულ ენაზე. მაგრამ შენ მსოფლიოს მარტო იმ ენაზე გაიგებ, რომელიც იცი.
ამიტომ გინდა არ გინდა ღამურა არ უნდა იყო აკაკის ამაში მაინც უნდა დაუჯეროთ ახლა კაი ვეფხისტყაოსანში არ უჯერებთ იმიტომ ძალიან ვიწროდ შეხედავთ ღამურას ამბავში ხო უნდა დაუჯეროთ თუ შენი ენიდან რომელიც იცი სოფლიოს ვერ დაინახავ და სოფლიოს ვერ დაინახავ რუსთაველის გარშე წარმოუდგენელია ქართველმა რომელიმე სხვა რამეზე დაყრდნობით სოფლიო დაინახო ჩვენ ვეფხისტყაოსნის დარი არც არქიტექტურა შეგვიქმნია არც მუსიკა შეგვიქმნია არც ხალხური სხვა შორის ზოგიერთს როგორია რომ ყველგან გენიოსები ვართ კი ბატონო ეგონოთ მაგრამ რუსთაველის დონის არაფერი არ შეგვიქმნია ეს უნდა გვესმოდეს რომ ის ერთ-ერთი კი არა ის ერთადერთია დიახ დიდია ფიროსმანი დიახ მაგარ სიმღერებს ღერივართ განსაკუთრებით ჩვენ გურულები და დიახ ბევრი რამ არის სასიქადულო საქართველოში მაგრამ ვეფხისტყაოსნის ნაირი არაფერი არ არის ეს არის თავარი იდეა და ვეფხისტყაოსანი ამავე დროს არის ევროპული ძეგლი ეს არ არის უბრალოდ არ დაგვაიწყოს ეს არაინდო რომანია ეს პირდაპირაა ჩაწერილი იმ ჟანრში რომელიც მხოლოდ ევროპამ შექმნა ირგვლივ და გვერდით მოღვაწეობდნენ დიდი გენიოსები სულ სხვა დარგიდან სულ სხვა ჟანრიდან გვერდით ფირდოუსი იყო და რუსთაველი გინდა თუ არა იქ ჩაეწერა სადაც კრეტიან დე ტროა იყო და იქ ჩაეწერა სადაც ვარდის რომანი იყო იქ ჩაეწერა სადაც სიმღერა ჩემს სიძე იყო მაინდა-მაინც ევროპისკენ წავიდა და არ წავიდა ხოსროვის და შირინისაკენ არა და ამანაცხოს სიყვარულს უმღერა ნიზამის უსარმაზარი გავლენა განიცადა მაგრამ აღმოსავლეთში არ დაეტია არ ჩაჯდა იმიტომ რომ ჩვენი მისწრაფება მაგასა დღეს ჩვენ რომ მივისწრაფით მაგალითად სირთულისკენ ევროპისკენ მისწრაფება რთულია აი მარტივ მაგალითს გეტყვით ფეხბურთში ჩვენ აზიის ჯგუფში რო ვიყოთ დიდი ხანია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები ვიქნებოდა და არა ჩვენ გვინდა მაინდა-მაინც იქიდან მოხვდეთ რისიც წევრიც ვართ ანუ ევროპიდან ძნელია ეგ მოხვედრა აბა ევროპული გუნდი ძნელია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს მე მაგას ვეღარ მოვესწრები მაგრამ ვინც მოესწრება იმას ემახსოვრება რომ ჩვენ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ მაგაშიც რუსთაველის წვლილი იქნება უზარმაზარი ამიტომ როდესაც ჩვენი ახალგაზრდები რამეს აღიარებენ რომელიმე დიდ წელს მათ უნდა იცოდნენ რომ დურაშაულია პანტა და ცოტა სახშიც მოიხედონ მოიკითხონ სახში გენიოსები იმ შემთხვევაში როდესაც 50 ქართველში გენიოში ბარათაშვილი ვერ მოხვდა რა თქმა უნდა ეს გართულებულია იმ შემთხვევაში როცა რუსთაველს მეფეების გადა პოეტმაც გავს ეს გართულებულია მაგრამ ჩვენ გავნაცვლებით გამოვსწორდებით რუსთაველს დავინახავთ საკუთარ თავსაც დავინახავთ და ევროპაშიც ჩავეწერებით და ზოგიერთს გონია რომ ევროპული ღირებულებები თავზე გვეხვევა ვეფხისტყაოსნის ღირებულებები ესეც თავზე მოხვეულია თუ თავზე მოხვეულია ვენაცვალე რუსთაველის მარჯვენას რომ აი ასეთ ველურ ხალხს თუ ასეთები ვართ თავზე ასეთი მაღალი იდეალები მოგვახვია აფერუნ ვის ვაშკაცოს არა და ჩვენ არ ვიყავით არასოდეს ველური ჩვენ ვიმსახურებდით რუსთაველს და ჩვენ გვყავს რუსთაველი ამიტომ ახალგაზრდა კაცს უნდა ესმოდეს ეს ჩვენი სიამაყის საგანია არა წარსულის არა ძეგლი და ყვავილის მისატანი არამედ მომავლისა ეს ჩვენი მომავლის გარანტია რუსთაველმა ჩვენ გადაგვარჩინა რუსთაველი კიდევ გადაგვარჩენს მათ შორის გადაგვარჩენს მაშინ როცა დაისმება კითხვა ვინ ახარ შენ რა გიქნია რა გაგიკეთებია კომპიუტერი შენ არ შეგიქნია თვითმფრინავი შენ არ შეგიქნია მატარებელი შენ არ ორთქლის მანქანა შენ არ შეგიქნია მათემატიკაში არაფერი არ გიქნია მხელა არც ფიზიკაში და რაკენი ასეთი ხო აი გვაქვს პასუხი წიგნი გალდიონმა მას უწოდა მშვიდობის წიგნი წიგნი ტარიო მშვიდობის წიგნი ჩვენ დავწერეთ წიგნი და ეს გააკეთა ერთმა კაცმა ყველა მრავალი მილიონი ქართველის სახელით ვინც დაიბადა ვინც კიდე დაიბადება ერთმა კაცმა გაგვიკეთა ეს საჩუქარი ამიტომ კეთილი ვინებოდ და ვიცოდეთ რა განძის პატრონი ვართ ვეფხისტყაოსნის ეპოქა